გამარჯობა, დღეს მინდა მოგიყვეთ აი ამ ლამაზი ქალაქის შესახებ, რომელშიც უკვე 3 წელია ვცხოვრობ, ეს არის კალგარი, მდებარეობს ალბერტის პროვინციაში, დედაქალაქი არ არის, მაგრამ რაც არის ეგ არის. დღევანდელ გამოშვებას დაუთმობ ზოგადად კალგარის ამინდს. აი დღეს 25 მაისია და აი ესეთი არაჩვეულებრივი გადასარევი ამინდია, როგორც იქნა ჩვენთან გაზაფხულდა. კალგარიში 300 დღე წელიწადში დაახლოებით აი ესეთიცა არის, მოღრუბლული არ არის, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ არ ცივა. ზამთარი საკმაოდ ცივია და გრძელი, ტემპერატურა ხანდახან ჩადის -40-საც აღწევს ტემპერატურა და საკმაოდ გრძელიც არის რა, 6-დან 7 თვემდე გრძელდება ჩვენი ზამთარი. მაგრამ ერთი რაღაც არის, რაც გშველის, ეს არის ჰაერის თბილი ნაკადი წყნარი ოკეანეს მხრიდან, რომელსაც ჩვენ შინუკს ვეძახით. შინუკი რო არ გქონდეს, მოკლედ გავიყინებოდით რა, -25-დან +10-მდე ჩამოყავს ტემპერატურა ზოგჯერ. ეს ხო ზამთარს რაც შეეხება. ზაფხულს რაც შეეხება, ზაფხული გვაქვს საკმაოდ გრილი. 3 თვე არის ან 2 თვე დაახლოებით, მაგრამ ზაფხულშიც რაღაც პრობლემები არის აქ ამინდთან დაკავშირებით. ეს არის სეტყვა, ხშირი სეტყვა არის და ხანძრები. ძალიან ბევრი ტყე იწვის ზოგადად კანადაში, იმის გამო რომ ჰავა არის აქ მშრალი. მოკლედ, ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ ჩამოსვლა კანადაში და ვისაც გინდათ ცხოვრება ალბერტის პროვინციაში, კალგარიში ან ედმონტონში, ეს ფაქტები ამინდის შესახებ უნდა იცოდეთ. მოკლედ ალბერტა ისევ ამჯერად ეკონომიკა. ალბერტა ითვლება კანადაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პროვინციად ნავთობის და გაზის ხარჯზე. საკმაოდ მაღალი შემოსავალია მთელ კანადასთან შედარებით. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კარგ ადგილად ემიგრაციისთვის, არა მარტო გარე ემიგრაციისთვის, არამედ სხვა პროვინციებიდან. ამ ბოლო დროს ძალიან დიდი ტალღა არის წამოსული ალბერტისკენ, იმიტომ რომ არის ბევრი სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხელით მუშაობა ეხერხება. მშენებლობა, გაზი, ნავთობი, მექანიკოსი, არ ვიცი, რუფინგი, მოკლედ ძალიან ბევრია რა. თუ ხელით მუშაობა გეხერხებათ, ალბერტა თქვენთვის იდეალური ვარიანტი არის საცხოვრებლად. კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არის ალბერტა კაი და უფრო ესეთი მზიდველი, ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე დაბალი გადასახადები არის ჩვენს პროვინციაში, ანუ ალბერტაში. პროვინციული გადასახადი ფაქტიურად არ არსებობს. მარტო 5% გვაქვს 5% გვაქვს GST, რაც ფედერალური არის. ეს არის და ეს, მოკლედ, ძალიან ორიოდე სიტყვით რომ ეკონომიკაზე გითხრათ, ეს არის მთელი ეკონომიკა ალბერტის. მოკლედ ამ ვიდეოში მინდა პატარა კალგარის მიმოხილვა გავაკეთო, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებით და ამას მე თქვენთან მიხვდებით რა. მოკლედ პირველი რასაც გამოვყოფდი, ქალაქი იზრდება, 1,700,000-ზე მეტი ვართ უკვე ქალაქში, სამუშაოები არის, ქალაქი საკმაოდ სუფთა, უსაფრთხო არის. ბოლო 3 წლის განმავლობაში მსოფლიო ათეულში შედის როგორც ყველაზე უსაფრთხო ქალაქი. კაი სკოლები არის, კაი უნივერსიტეტები არის, ახალგაზრდებისთვის ძალიან მიმზიდველია, ახალგაზრდა ოჯახებისთვის არის ძალიან მიმზიდველი. კიდე რა შეიძლება კალგარიზე ითქვას? ძალიან ბევრი კალგარის მთავრობა ცდილობს, რომ ნავთობზე თავიდან ბოლომდე უარი თქვას და გაზზე და გადავიდეს ისეთ სფეროებზე, როგორიც არის, დაუშვათ, ჩვენ გვაქვს ბევრი ამაზონის ჰაბი, ანუ warehouse-ი, კიდე რისი ჰაბი გვაქვს, ამაზონის და Walmart-ის, მაგრამ ნავთობს მაინც ვერ გაექცევიან, ნავთობის და გაზის ხარჯი ჯერჯერობით მაინც ყველაზე მდიდარი არის. უარყოფითი მხარეებიდან ძირითადად, რასაც მე გამოვყოფდი, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუ მანქანა კალგარიში არ ყავს, დაიჩაგრები ჩემი აზრით და ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე რომ გადაადგილდე, A პუნქტიდან B პუნქტში დაგჭირდება ალბათ 1 საათი, საათნახევარი. კიდევ ერთი ფაქტი კალგარის შესახებ, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო კალგარიზე და ვაქორო რა მაგარია და სამსახურები არის, მე ყველას გვჭირდება გართობა. მაგ მხრივ კალგარი ცოტა მოიკოჭლებს, იმიტომ რომ ჩვენთან დიდად რაღაცა ფესტივალები, რაღაცა ხელოვნებასთან დაკავშირებული ივენთები, ღონისძიებები არ იმართება. ცოტა ბორინგი ქალაქია რა.
გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი ფესტივალი, სტამპიტი ქვია, ივლისში არის, ორკვირიანი ფესტივალი არის და ძირითადად კოვბოებს ეხება, მაგრამ კიდევ ერთი რამ, რაც კალგარის გამოყოფს სხვა ქალაქებიდან, ეს არის ის, რომ ჩვენგან 130 კილომეტრში არის არაჩვეულებრივი კურორტი, ბანფი, განლაგებული. ეს არის ისეთი მაგარი ადგილი, ვისაც გიყვართ დაუშვათ თხილამურები, ციგაობა, სნოუბორდინგი, მოკლედ საამთო სათხილამურო კურორტი არის, რომელიც 6 თვე ფუნქციონირებს ზამთარში. მაგრამ ზაფხულში ასევე ვისაც გიყვართ ჰაიკინგი, დაუშვათ უბრალოდ ლამაზ ადგილებში სიარული, ძალიან ბევრი wildlife არის, ანუ დათვ შეგიძლიათ გადააწყდეთ, ბევრ ირემს, მოკლედ ცხოველებს რა. ასევე უამრავი ლამაზი ლეიკი, როგორაა ქართულად ამოვიწყდა. ტბა არის რა, ლეიკ ლუის, მაგალითად შეგიძლიათ დაგუგლოთ, ნახოთ, მერან ლეიკ და ასე შემდეგ. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მეტნაკლებად კალგარიში იცხოვრება რა. ცოტა ბორინგია, მაგრამ თუ ცოტა აუთდორ რაღაცეები გიყვართ, შეგიძლიათ გახვიდეთ და ბანფს ესტუმროთ. შემდეგ ვიდეოს ვეცდები ბანფიდან ჩავწერო და განახოთ ისი ლამაზე. დროებით.